ძაღლის მფლობელისთვის ის ფაქტი, რომ 4 ფეხა მეგობრებს ზოგიერთი სიტყვის გაგების უნარი შესწევს, სავარაუდოდ აღმოჩენა არ იქნება. ალბათ ყველას უნახავს, თუ როგორ აწვდეს ძაღლი თათს, ან ბრძანების მიხედვით ჯდება. უნგრელი მეცნიერები უფრო შორს წავიდნენ, გადაწყვიტეს დაეზუსტებინათ, აცნობიერებს თუ არა ძაღლის სიტყვების მნიშვნელობას, რომელსაც პატრონი ეუბნება. ცხოველების სიტყვების მნიშვნელობის გაგების უნარის შესახებ დიდი ხანი მიდიოდა საუბრები. მანამდე გამოქვეყნებული მონაცემები ქცევითი პასუხის შესახებ კერძო შემთხვევებს ეხებოდა. ჩვენი კვლევა პირველია, რომელმაც აჩვენა, რომ ეს უნარი მთელს სახეობას გააჩნია. ეტვიშ ლარანდის სახელობის ბუდაპეშტის უნივერსიტეტში ჩატარებული უნიკალური ცდის დროს მეცნიერებმა ძაღლების ტვინის აქტივობა გაზომეს, რა დროსაც ამა თუ იმ სიტყვას წარმოთქვამდნენ. მიღებული მონაცემების მეშვეობით ცდის ავტორებმა აჩვენეს, აქტივირდება თუ არა ცხოველში ობიექტის შესახებ მოგონება, როდესაც მისი დასახელება ესმით. ცდისას ძაღლის მფლობელი სათამაშოს აჩვენებდა, შემდგომ მალავდა და სხვა სათამაშოს აჩვენებდა და კვლავ მალავდა. კვლევაში 18 ძაღლი და პატრონი მონაწილეობდა, რომლებიც წარმოთქვამდნენ სიტყვებს, რომელიც ობიექტებს ეხებოდა, ან სათამაშოებს, რომელიც ძაღლებმა კარგად იცოდნენ. ერთ შემთხვევაში ძაღლს სიტყვის შესაბამისი ობიექტს აჩვენებდნენ, სხვა შემთხვევაში კი ნივთი წარმოთქმულ სიტყვას არ შეესაბამებოდა. სიტყვის მნიშვნელობის გაგება გულისხმობს, რომ ძაღლის ცნობიერებაში არსებობს ეგრეთ წოდებული ობიექტის მეხსიერება. ფსიქოლოგიაში ამას მენტალური რეპრეზენტაცია ეწოდება და გაგონილი სიტყვა მენტალურ რეპრეზენტაციას ძაღლის ცნობიერებაში აამოქმედებს. მენტალურ რეპრეზენტაციასა და დანახულ ობიექტს შორის შეუსაბამო ელექტროენცეფალოგრაფიის კარგად ნაცნობ ეფექტს ქმნის, რომელსაც ადამიანებში უკვე ძალიან დიდი ხანია რაც იკვლევენ. 70-იანი წლებიდან მოყოლებული. ამ საკითხზე ვრცელი ლიტერატურა არსებობს და ადამიანებში ეს მოვლენა ძალიან კარგად არის აღწერილი. ძაღლის ტვინის კვლევის შედეგი მსგავსი აღმოჩნდა იმისა, რასაც ადამიანის ტვინის შესწავლისას ხედავდნენ. ძაღლის ტვინში აქტივობაში, როდესაც წარმოთქმული სიტყვები ობიექტს შეესაბამებოდა, ენცეფალოგრამაზე აღინიშნა განსხვავება იმ შემთხვევებთან შედარებით, როდესაც სიტყვები ნივთებს არ შეესაბამებოდა. ძაღლს შეუძლია გაგება იმისა, რომ სიტყვა ნივთს ნიშნავს. ამგვარი აბსტრაქციის დონე გააჩნია, რათა გაიგოს, რომ სიტყვა გარე ობიექტს მიეკუთვნება. ობიექტის სიტყვები ესმით. რაც აჩვენებს, რომ ძაღლების სიტყვების გაგება ძალიან გავს იმას, რაც ადამიანებში ხდება. იმას თუ როგორ ესმით სიტყვები ადამიანებს. ამგვარად მენტალური წარმოდგენის აქტივაციას ახდენენ და სიტყვის მნიშვნელობას მენტალურ წარმოსახვასთან აკავშირებენ და არა უბრალოდ კონტექსტს. საკითხის კვლევა გაგრძელდება, ამბობენ ბუდაპეშტის უნივერსიტეტში. მომდევნო ნაბიჯია შეისწავლონ არის თუ არა სიტყვების გაგების უნარი ძაღლებისთვის უნიკალური, თუ შეიძლება სხვა ძუძუმწოვრებსაც ჰქონდეთ. Или она может присутствовать также и у других млекопитающих. Алексей Горбачев, Сергей Дагатарь, специально для программы «Детали».